2 წლის შეუძლია საათობით ითამაშოს მშობელთან ერთად, დამოუკიდებლად არ მოსწონს, როგორ შევაყვაროთ თუ ეს ეტაპი თავისით მოვა. აი ნახეთ, ჩვენ ცოტა სხვანაირად გვესმის ბავშვის დამოუკიდებლად თამაში. დამოუკიდებლად თამაში ამ ასაკისთვის 2 წლისთვის ითვლება, როცა რაღაც დავალება შესთავაზებ, მაგალითად პირამიდის აწყობა და ის დამოუკიდებლად ამას იცავს, ხო? თავისი ხელებით, თავისი მოტორული აქტივობით. მაგრამ დამოუკიდებლად თამაში, ანუ თქვენს გარეშე თამაში, თქვენი დაკვირვების გარეშე თამაში ამ ასაკში ბავშვს არ შეუძლია. არც უნდა ველოდოთ, რომ ამ ასაკში ბავშვი ჩვენი ჩარევის, ჩვენი აზრის გამოხატვის გარეშე, შექების გარეშე ითამაშებს, რადგან ჯერ კიდევ ის იმ ასაკშია, როცა თქვენსგან სჭირდება ემოციური მუხტი, სადღაც 3 წლისთვის ბავშვები უკვე იწყებენ გამოყოფილად თავიანთ ზონაში თამაშს, მაგრამ მანამდე არ უნდა გაგვიკვირდეს და არ უნდა გავაკეთოთ ხელოვნური დისტანცირება, თუ ბავშვს უნდა და ჭირდება ჩვენი თვალების ნახვა, მაშინ როცა ის რაღაცას აკეთებს. ესე კი მას ჭირდება მოტივაცია. ვიგოცკი, ნეიროფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი თეორია უახლოესი განვითარების ზონა არის ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთი ფუნდამენტური თეორია, რომლის მიხედვითაც უახლოესი განვითარების ზონა ნიშნავს იმას, როგორც ჩემი პროექტის სათაურია, მასწავლე რომ განვითარდე, აქედან ამოვიდა ეს ამ თეორიიდან. ჯერ უნდა ვნახო, როგორ აკეთებს მშობელი და მერე ვისწავლი მე. ეს არის ფუნდამენტური კანონი განვითარებაში. თავიდან მიღებული იყო, სანამ ვიგოცკი ამას დაამტკიცებდა, რომ ბავშვი, როცა მოვა მისი ასაკი და როცა მისი გენეტიკური შესაძლებლობები ამის უფლებას მისცემს, ბავშვი ამას გააკეთებს უფროსის ჩარევის გარეშე, მაგრამ ვიგოცკი იყო პირველი, რომელმაც დაამტკიცა, რომ არ არის მხოლოდ გენეტიკა საკმარისი. არ არის მხოლოდ ფიზიკური მაჩვენებელი, როგორი მოხვედი და როგორია შენი ტვინის ნეირონების რაოდენობა, დაბადებიდან მთავარი. მთავარია განმავითარებელი გარემო. კი არის რაღაც პროცენტული მაჩვენებელი გენეტიკისა მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ განმავითარებელ გარემოში არ მოხვდი, შენ ვერაფერს ვერ ისწავლე. ამიტომ ვიგოცკი იყო პირველი, ვინც თქვა, მაჩვენე რომ ვიცოდე, შემიქმენი განმავითარებელი გარემო, რომ დავინახო რა მიმართულებით უნდა წავიდე. ამიტომ 2 წლის ბავშვი, 1 წლის ბავშვი, წლინახევრის ბავშვმა არ იცის, როგორ რა უნდა გააკეთოს და რატომ უნდა ითამაშოს მარტო, თუ მისი მშობელი იქვე არის, მას სჭირდება რწმენა იმისა, თქვენს თვალებში უნდა ჩანდეს, თქვენი შექებით ის უნდა ხვდებოდეს, რომ ყველაფერი სწორად გამოსდის.